გამარჯობა მეგობრებო, ეს ბრძოლის ხმა, მე ვარ დავით ქირია, ჩვენი სპონსორია ლიდერ სპორტი. ჩვენ დღეს მეორე გადაცემა გვაქვს და ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან IFC-ის მედია მენეჯერი ვაკო კიფიანი და IFC-ის ჩემპიონი გიორგი ქართველიშვილი, ჩვენი საამაყო სპორტსმენი. მადლობა ბიჭებო. რომ ისე კიდევ ერთხელ გვესტუმრეთ. ზედიზედ მეორედ მოგვიწია მოსვლა და იმედია რომ ბრძოლის ხმა კიდევ ბევრი ქართველი მებრძოლის კარგ ამბავს გააჟღერებს და პატივია ჩემთვის ის რომ აგერ ორ ჩემპიონთან ერთად ვზევარ ეს კამარიც აგერ შენ ქონდა პირობა და მოიტანი ამ სტუდიაში და ამ ეთერის საშუალებითაც ისაც მივოსვა გიოს კიდევ ერთხელ ულოცავ გაჩემპიონებას და იმ შრომის დაფასებას რაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ რა თქმა უნდა. ჩვენი პირველი გადაცემა სრულად დაეთმო IFC-ის და Max Fight-ის დიდ საერთაშორისო ტურნირს და დღეს რა თქმა უნდა ისევ ამ თემის გარშემო ვიტრიალებთ, რადგან უნდა გავაკეთოთ ანალიზი ამ ივენტთან დაკავშირებით, ბრძოლებთან დაკავშირებით და მე მგონი იყო ძალიან წარმატებული ივენტი, ბრძოლები ძალიან მაგარი იყო, რადგან მეტი საინტერესო ვიზუალი ქონდა ამ ივენტს, რადგან იყო კიკბოქსინგი, MMA და ფართო არჩევანი ქონდა ჩვენ გულშემატკივარს და ძალიან სანახაობრივი 12 ჭუბი 4 სატიტულო, ანუ ესეთი რამ ქართულ რეალობაში არ მომხდარა, ხო? 4 ჭუბი კამარზე და ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე მე პირადად იქიდან გამომდინარე რომ ვინც კი მოვიდა, ყველანაირი სტილის ჭუბი ნახა, იყო პირველივე წუთზე დამთავრება, აგერ და გამარჯვება და კამრის მოპოვება, იყო, რა ვიცი, აი მართლა საოცარი კამბექი, უცხოელი სპორტსმენისგან გამარჯვება და კამრის წაღება ბრაზილიაში და პლუს ამას, რა ვიცი, მე მამფორიაზეც ვისაუბრებთ და ნელ-ნელა რომ მივყვეთ, მე მგონი მართლა ისეთი მაგარი ივენთი გამოვიდა და ჯერ შენი ემოცია მაინტერესებს, იცი როგორ აი მე გადმოვალ ესეთი კითხვით, მე სტუმარი კი ვარ, მაგრამ მე მინდა კითხო, რომ ამ ხელა პაუზის მერე რომ საქართველოს შეიჭხუბე, რა შეგრძნება იყო? ის თავდაპირველი შეგრძნებები, რაც მანამდე მქონია, ყველაფერი ისევ შევიგრძენი. რა თქმა უნდა, გამოსვლის დროს ის ოვაცია ძალიან ემოციური იყო და მართლა მეტი ენერგია მომცა იმისათვის, რომ სანახაობრივი ბრძოლა ჩამეტარებინა და ასევე გამარჯვებით დასრულებული იყო ეს ბრძოლა. მინდა ყველა გულშემატკივარს, მეგობრებს, გუნდს, ჩვენს მხარდამჭერებს, ყველა მთლიან გუნდს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, მადლობა გადავხადო და მიუძღვნა ეს გამარჯვება. საინტერესო ჭუბი იყო და მართლა ვისიამოვნეთ და გიორგი ყავს დღეს ჩვენ მეორე გადაცემაში სტუმრად და გიორგი ოცავ კიდევ ერთხელ გამარჯვებას. მადლობა, მე გილოცავ ეს. ჩემ ბრძოლას ძალიან ბევრი გულშემატკივარი ელოდა და ესე ვთქვათ IFC-სთან ერთად ანუ როგორც ეს ორგანიზაცია ვითარდება და ხდება ესე დიდი ესე ხდები შენს ამ ორგანიზაციასთან ერთად დიდი და ფაქტიურად ამ ორგანიზაციის სახე ხარ და გილოცავ გამარჯვებას პირველ რიგში და გითხარი ერთი შენი ორი კომენტარი გვაჩუქე. მადლობა პირველ რიგში გილოცავ ამ წამოწყებას, ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ, ჩემთვის ბევრჯერ აღნიშნე ის რომ შენს გვერდით ბრძოლა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, იმიტომ რომ ქართველი ლეგენდა ხარ, ეხა გინდა არ გვინდა, კი არ გიყვარს ამაზე საუბარი, მაგრამ ესეა. ასევე გადაცემაში შენთან ყოფნა და შენ გვერდზე ჯდომა ჩემთვის დიდი პატივია და IFC-ზე საუბარი ხო განსაკუთრებით და IFC-ის გუნდის წევრთან აგერ ვაკოსთან ერთად ჩემთვის დიდი პატივია ეს ყველაფერი და რა ვიცი, ღონისძიებამ ძალიან მაგრად ჩაიარა, კმაყოფილები ვართ ბრძოლებით, მე პირადად ჩემი თავით კმაყოფილი ვარ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, კამარი საქართველოში დარჩა და ველოდები შემდეგ გამოწვევას, რასაც უკვე გადაცემის ველობისას ვისაუბრებთ. ამ ივენტზე ჩვენ ქონდა 4 კამარი, 4 სატიტულო ბრძოლა, უბრალოდ ეგრე უფრო სწორი იქნება. აქედან 2 კამარი დარჩა საქართველოში და 2 კამარი მან დატოვა საქართველოს პარტნიორები და ამაზე ეს იმედი არ თქონდა რომ საქართველოში დარჩებოდა, იმიტომ რომ უზბეკურ ნიდერლანდური ჯახი იყო, მაგრამ რაც შეეხება აი ბრძოლას დიდი მოულოდნელობა იყო. თუმცა მაინც მე შენი აზრი მაინტერესებს, ძალიან კარგი ბიჭები გამოჩნდნენ ჩემი აზრით და კარგ ბიჭებს მივეცით შანსი ორგანიზაციამ, ეს არიან ფაროები, დანი და დავითი, რომლებიც პირველად გამოვიდნენ ესე
ამ ორგანიზაციაში და თვითონაც აღნიშნეთ ესეთ დიდ ორგანიზაციაში და ორივემ სამ რაუნდენი ბრძოლა ჩაატარა და შენ როგორ შეაფასებდი ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ ამ ხელა გამოცდილება კიკბოქსინგში და აი ამ ახალგაზრდა ბიჭებს, რომლებიც მოდიან და დაითმოთ IFC-ს რეიჯში. პირველ რიგში მათთვის ძალიან დიდი შესაძლებლობა იყო ეს event-ი. ასე დიდი დონის, ასე დიდ ორგანიზაციაში იბრძოლო არ არის მარტივი, ეს მათთვის უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი мотиваცია. რაც შეეხება კონკრეტულად ბრძოლას, საკმაოდ საინტერესო ბრძოლა ჰქონდა ორივეს. განსაკუთრებით გამოვყოფდი დანის მეორე ბრძოლა დანის, ხო? დიახ, შოუმენის, რაც დღეს აუცილებლად საჭირო არის. ხოდ ბრძოლა არა საკმარისი, ესე რომ წინასწარი დიახ, მაგრამ კონკრეტულად ბრძოლას რო შევეხოთ, საკმაოდ საინტერესო ბრძოლა ჰქონდა. მართლა დომინირებდა ამ იმას ბრძოლაში და მე მგონი შემდეგ ივენტზე ან შემდეგ ბრძოლაზე ის ბევრად უფრო განვითარებული და უფრო უკეთეს იმას შემოგთავაზებს, რადგან ამ ივენტით ის მიიღებდა გამოცდილებას, დამატებით კიდე мотиваციას, რადგან ის ხედავს მომავალს, ხედავს განვითარებას, თუ იშრომებს, იცის რომ არის ორგანიზაცია, რომელიც მას ბევრ შანსს მიცემს და შესაძლებლობებს გაუხსნის, ასე რომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭები კიდე უფრო საინტერესო ბრძოლებს შემოგთავაზებენ სამომავლოდ და რაც კონკრეტულად ამ დღეს ვიხილეთ, იყო საკმაოდ კარგი ბრძოლები, ესეთი როგორც გამოსილი და პროფესიონალი სპორტსმენები, ისე წარმოიჩინეს საკუთარი თავი. სამჭუბი იყო ყველაზე ისეთი ჯერჯერობით მართლა დღემდე ემოციების ქვეშ ვარ, იმიტომ რომ გიო ეხმარებოდა ცოტა ხანი ვიცი ცოტნე სულთანიშვილს ჭიდაობაში, მაგრამ მაინც გაუჭირდა და ავიცი ეგეთი კამბექი მართლა ბევრ დიდ ორგანიზაციაში არ გვინახავს, საიდანაც ცოტნე გამოდის. მეც ესე ვფიქრობ, ჯოჯოხეთიდან დაბრუნება დავარქვით ამას, იმიტომ რომ მართლა ისეთი რაღაც გააკეთა ამ ბიჭმა, რომ ყველაფერს ძალიან მაგრად ითვისებდა, მაგრამ ამ სიტუაციიდან გამოსვლას ყველა ვინც ვეხმარებოდით მომზადებაში, ვერავინ ვერ ფიქრობდით, რომ ამ სიტუაციიდან გამოძრებოდა რა, მაგრამ ის ბიზინა გაუშელის ხმა ისმის იქ, რომ ვიცი მტკივნეულია, მაგრამ უნდა გაუძლოო და ავიცი იქიდან გამოძრომა და მე ნოკაუტით გამარჯვება. ხო, ეგ ზიანი უფრო მეტი რა თქმა უნდა ცოტნეს ქონდა, იმიტომ რომ ამდენი ხანი ახლა ზემოდან იყო და კონტროლი ქონდა, ხო და ხასიათი აი ზუსტად ჩვენ ამ თემაზე ბევრჯერ გვისაუბრია. ბრძოლის დროს ეს ტექნიკა და გამოსილება არის ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ ხასიათი ნახეთ, ხო? რამდენად გადამწყვეტი არის ხასიათი. მაინც რაჭველია დავის და უფრო ესეც დინჯად გვიან გავხსნა რა უნდა მოეგო და თუ გამოძრალი იყო ეს სიტუაცია. კი, არ მართლა არ ველოდით და თვითონ კომენტატორობის დროსაც იმდენად დიდი ემოცია წამოიღო ამ ყველაფერმა, რომ გავგვიჟდით, იმიტომ რომ მართლა არ ველოდი რომ ცოტაც და შეიძლება დამთავრდეს, მაგრამ აი რაღაცა პირველმა მოძრაობამ და მე უკვე რო გადაიყვანა და დაუშვა. ფინიშიც იყო ძალიან მაგარი. კი, ძალიან მაგარი ნოკაუტით მოიგო და მიხარია ის რომ სტრაიკინგ MMA-ში არის ცოტნე ამ ორგანიზაციის ჩემპიონი სამგზის, მაგრამ აი ახლა უკვე პროფესიონალურ MMA-ში. უკვე 2-0-ზე აქვს, ეს უკვე ძალიან მაგარია. ძალიან მაგარი შედეგი. წარმატებები უსურვო ცოტნეს და დარწმუნებული ვარ, ჩემთან გარკვეული პერიოდი დაახლოებით წელიწად ნახევარი, შეიძლება 2 წელიც ვარჯიშობდა. ძალიან ბევრი შეკრება გავიარეთ ერთად. თბილისში, დუშეთში, ზუგდიდშიც, ანუ ყველგან ბათუმშიც, ყველგან სადაც მივდიოდი შეკრებაზე, სულ დამყავდა ცოტნე და კიდე რამოდენიმე ბიჭები და გამოერჩევა შრომის მოყვარეობით და ხო, უნდა მიეცეს შანსი, რომ თავის სიტყვა თქვას და ხო, ეს სრულყოფილება ეს ბოლო კიდე უფრო მეტი იმას იძლევა. უფრო მეტად დაეხმარება და კობა ტყეშელაშვილი ვიცი, რომ ჭიდაობაში ვარჯიშობდნენ და მთავარია რომ სრულყოფილი გახდე MMA-ისთვის ეგ არის, რომ კარგია კი ბატონო სტრაიკინგში და დგომში კარგად ჩხუბობს ნამდვილად, მაგრამ ყველაზე მთავარი ალბათ მაინც ის არის, რომ ჭიდაობა კიდე უფრო მეტად დახვეწოს, იმიტომ რომ როცა თქვა თავდაცვის ტექნიკა განსაკუთრებით, თავდაცვის ტექნიკა და თავს უნდა ფლობდე, ანუ საკუთარი თავის იმედი უნდა კონდეს, როდესაც გადიხარ საბრძოლველად, უნდა კონდეს საკუთარი თავის იმედი იმაში, რომ დგომში იქნები დომინანტი
და მინიმუმ პარტერში თავის დაცვა უნდა შეგეძლოს. არ გაგგუდონ და ფაქტია. შეიძლება ხა პრიორიტეტი ყოველთვის ცოდნესთვის გახდეს დგომში ბრძოლა, მაგრამ როდესაც პარტერში ჩავა, მაშინ საკუთარი თავის იმედი უნდა კონდეს. ჩვენ ივენთის მერე დავით არ მოგვეცა ეს საშუალება, გიოსთანაც არ მისაუბრია და მე ძალიან პირადად ძალიან მომეწონა მეოთხე ბრძოლაც ჯანსუ გოგია, რომელმაც ძალიან მალე მოიგო. აღმოჩენა მე ვფიქრობ ეს ბიჭი IFC-ს აღმოჩენა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მებრძოლია, მე ვფიქრობ უნივერსალია, იმიტომ რომ როგორც დგომში, ისევე პარტერში ძალიან მაგრად მოძრაობს. და აი მე ცოტა არ იყოს უცბად გამიკვირდა ჯანსუს სამი ბრძოლა, როცა ვნახე ეს პრევიუს როცა მომზადებდით, ანუ ჩატარებული ქონდა ჩეხურ და სლოვაკურ ორგანიზაციებში და ორი მოგება ერთი მარცხი და მიშა მესხს ახასიათებს ესეთი მიგნებები და ჯანსუ გოგია სასიამოვნოა რომ ესეთი ასე რომ ვთქვათ მებრძოლი გამოჩნდა ჩვენს ორგანიზაციაში და შენი მხრიდან იქნებოდა კარგი შეფასება, იმიტომ რომ ანუ გრეპლინგი მე მგონი ძალიან მაღალ დონეზეა. ძალიან მაგა ის ზუსტად ეგ აღნიშნე რომ როგორც დგომში მოძრაობს, ისევე პარტერში ძალიან მაგრად გრძნობს რა ჭიდაობას და ეს არის ვიცით რომ MMA ძირითადად ჭიდაობაზე გადადის და ძალიან მაგარი მგრძნობელობა აქვს და მე ვფიქრობ ამბის ძალიან დიდი მომავალი აქვს და წარმატებები მინდა უსურო აქეთ. ყველაფერთან ერთად ეტყობა რომ არის ძალიან უაშკაცი ბიჭი, რადგან პირველ რაუნდში იგაშვებული იმეთი დარტყმა რო გაატარა, მე ყვა მოიტეხათ რომ მე ყვა აქვს მოტეხილი ოპერაცია გაუკეთეს და აი მოტეხილი ყბით გააგრძელა ბრძოლა. ეხლა ჩვენ წარმოგვიდგენია მოტეხილობა რამდენად მტკივნეული იქნება. ეს მამფორიაზე ის ჯანსუ გოგია, ახალგაზრდა ბიჭია. აი მეოთხე ბრძოლა იყო ჯანსუ გოგია. მამფორიას დაასპოილერე ხალხი წინასწარ და მამფორიამ სასწაული. მამფორიას ხო, მამფორია მოიტეხა ხა. მეგრელების მეგრული გვარი რო იყო რი შემიშა. არა ეს ახალგაზრდა ბიჭია, საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო და ხო, ანუ ფაქტია რომ პირველივე რაუნდში მოგება გერმანიის სახელით ასპარეზობდა უზბეკი, ახორზოდა წლებია უკვე გერმანიაშია. მის ისტორიაც ასე რომ ვთქვათ მოკლედ და ჩამოვიდა პროფესიონალურ MMA-ში. ერთი ბრძოლა ჰქონდა და ჩატარებული და მოგებული, მაგრამ მანამდე მქონდა ძალიან ბევრი სამოყვარულო ბრძოლა გამართული და იქ ჰქონდა მოგებები და სასიამოვნოა რომ ესე დაიწყო და ჰქონდა რაღაც ისეთი ჩხუბები კიდევ და აი მამფორიამდეც აუცილებლად მივალთ, მაგრამ აი მინდა ვთქვა გედიევი, ფახრი ელიევი. შენთან ერთადაც გადაიღო ბოლოს სურათი რომ ვნახე და მე არ მეგონა იცი რა არის იყო ერთი ეგეთი შემთხვევა როცა კუზნეცოვმა იჭყობა გუნაევთან და მანაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ აი სიმაღლეში იმდენად იყო სხვაობა, მეგონა რომ გედიევისგან შეიძლება კიდევ ერთი ნოკაუტი გვეხილა, მაგრამ მაგრადი ასპარეზი. ეს ისეთი ბრძოლა იყო ვაკო რომ შემიძლია რომ ამ ბრძოლაზე ძალიან დიდი ხანი ვილაპარაკო, იმიტომ რომ გედიევი ჩვენ ვიცით წინა ბრძოლა ისე ჩაატარა რომ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა მოწინააღმდეგეს, ძალიან მაგარი ბიჭია, ძალიან მაგარი მებრძოლია. ჩვენი წარმატებული მებრძოლის ხამად გუნაევის ნათესავია და მეგობარია და მისი სკოლა ვიცით რაც არის და ამ ბიჭმა რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ბრძოლა ჩაატარეს ამ ბიჭებმა რა, იმიტომ რომ სტანდარტულად ეხა რო შევადაროთ სიმაღლესთანაც ძალიან დიდი სხვაობა იყო რა. ისეთ overhands იქნებდა აზერბაიჯანელი სპორტსმენი რომ რაღაც სასწაული ბიჭები არიან. მე ვფიქრობ რომ ჩემი ფავორიტი ბრძოლა იყო ესე რომ ვთქვათ დამწყებებში და ახალგაზრდებში ჩემი ფავორიტი ბრძოლა იყო ეს რა. კიო. შენ იმ ღამეს იბრძოდი ხო? როგორ მოახერხე ამდენი ბრძოლის ნახვა? თითქმის ყველა ბრძოლას უყურე. კი, მაიგ ბრძოლები რომლებიც მაინტერესებდა, განსაკუთრებულად უყურებ და მაინტერესებს ზოგადად ახალგაზრდები როგორ მოდიან რა და ჩემთვის აი გედიევი ჩემთვის აღმოჩენა, ესე ვფიქრობ ვაკოშე რა სიტყვი. ტურპალს მოკლედ აქვს ნამდვილად დიდი მომავალი და თან აი ეს ნოკაუტი რომელიც მართლა პირველ ივენტზე შემოგთავაზა რა ადბეკ კამბაროვთან, კამბაროს მგონი აი თვალის ბუდესთან ქონდა გატეხილი ისეთი ფეხი მოარტყა და კამბაროვი წაუგებელი. ფრენა გადაუდეთ, ვერ წავიდა იმ ღამეს, კი. იმიტომ რომ აქ ოპერაციის ჩატარება დაჭირდა და ტურპალი ვახსენეთ რომელიც წაუგებლად მიდის, ხამადია რომელსაც ანუ ეს იმენთი უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული იმ მხრივ რომ 5 ბრძოლა იქნებოდა ქამარზე. ხამად გუნაევსაც ქამრისთვის უნდა ებრძოლა, თუმცა ხამადმა რამდენიმე კვირთადრე ტრავმა მიიღო, ბოლომდე ცდილობდა რომ რამენაირად მოეშუშებინა, თუმცა საბოლოო ჯამში არ შედგა. მაგრამ აი მივენზე რომელზეც სულ ცოტა ხანში ვისაუბრებთ, რომელიც უკვე მომდევნო ივენთი იქნება, იქ ნამდვილად ვნახავთ ჩვენ ხამადს და ძალიან საინტერესო იქნება.
იქნება. ხამადის სატიტულო ბრძოლას ნახავთ. ხამადის სატიტულო ბრძოლას. ხამადზე მინდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვით ვიტყვი, ხამადი არის ძალიან მაგარი სპორტსმენი. უკვე ამ ხამრის შემდეგ მას ელოდებოდნენ კონტენდერებში. ძალიან გადაწყვეტილი იყო. თუ ხამას მოიგებდა დანა ვაით კონტენდერზე უნდა ეჭხო. ძალიან მაღალი დონის სპორტსმენია. რასაც ქვია ადამიანი დაბადებულია სპორტსმენად, დისციპლინით, თავმდაბლობით, წესიერებით, აბსოლუტურად ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ძალიან დიდი დონის სპორტსმენი გახდეს და ჩვენ გვჯერა აუცილებლად, რომ იმ ტრაუმებს ყველაფერს გადალახავს, დაბრუნდება ისე ძლიერი, რომ აუცილებლად დიდ ასპარეზზე გავა. კი მე მახსოვს ბათუმში საბრძოლო ხელოვნების აკადემიაში იგი ვარჯიშია რამოდენიმეჯერ და მახსოვს ისე როგორც პიროვნება არის ძალიან ადამიანი, კარგი ადამიანი და ესეთ პუნქტუალური სპორტსმენი არის და რა თქმა უნდა ჩვენ მას გულშემატკივრობთ. ვიხილავთ უკვე აუცილებლად და ის უნდა აღვნიშნოთ რომ ეხა წარმოიდგინეთ თქვენ IFC-ს გამარჯვების შემთხვევაში რომ კონტენდერებში ხდები ეს თვითონ ორგანიზაციისთვისაც ძალიან ისეთი პრესტიჟი არის. მე რომ აი ეს თუ მოახერხეთ და არის ამის ანუ გოჩას სმოიანი IFC-ის პრეზიდენტი დღეს არ გვიხსენებია არც გოჩა ეს მიშაც ისე თქვით ვიცე-პრეზიდენტი ვახსენებთ მიშა მესხი ჩვენი მეგობრები და კი და უნდა ვთქვათ რომ გოჩას აქვს აქტიური მოლაპარაკება ამ თემასთან დაკავშირებით და დიდი იმედი მაქვს რომ ეს ამბავი გამოვა და საბოლოო ჯამში IFC ჩემპიონი ხდება მინიმუმ კონტენდერი მიეცეს შანსი ხო პირდაპირ ეგ თუ მოახერხეთ და მაშინ არ მაგრები ყოფილვარ თქვი კაი ხალხო როგორც თემურ კეცბაი იტყო და მაგრამ თუ ეს გავაკეთეთ რომ რეალურად მოვხვდით თქვა აქედან პირდაპირ კონტენდერებზე და მიდის ამაზე საუბარი იქნება იდეალური ამბავი რამდვილად იმიტომ რომ ბევრი ვარსკვლავია ბევრი წასასვლელი ხართ ეს მომარტო პირდაპირ და ნამდვილად უნდა იყოს ის რომ საქართველოსთან პირდაპირ იჭრებოდეს გზა იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ძალიან ბევრი ადამიანს აი ჯანსუ გოგია ვახსენეთ და ჯანსუ ჩეხეთში ჩხუბობდა სლოვაკეთში ჩხუბობდა რატომ არ უნდა იყოს თქვა შანსი მით უმეტეს იმის ფონზე რომ ორი ჩემპიონი ყავს UFC-ს რომ საქართველოსთან პირდაპირ ხაზი იყოს თქვა დანავაით კონტენდერზე დარწმუნებული ვარ მე უკვე იგივე მერაბ დვალიშვილიც ილია თოფურიაც ილიას თავისი ორგანიზაციაც აქვს ესპანეთში უკვე აქტიურად ჩაერთვებიან ამაში რომ თუ გინდ ისე იყოს რომ თქვათ ჩვენთვის თავარი არის ჩვენ ყველასთვის ღია ვართ IFC მოდი ესე ვიტყვი კოლაბორაციისთვის და ეს კოლაბორაცია რომ შედგა Max Fight-თან იდეალური იყო და თუ თქვათ მე Max Fight-ი და IFC იგივე რომელიმე ესპანურ ორგანიზაციასთან რომელიმე გერმანულთან რომელსაც პირდაპირ კავშირი აქვს უკვე UFC-სთან და კონტენდერებთან ჩაებმევა ურთიერთობაში ჩვენთვის იქნება დიდი მიღწევა იმიტომ რომ მივხვდებით რომ ის ჩვენი შრომა დაფასდება და ორგანიზაციის მიმართაც კიდევ უფრო მეტად გაიზრდება ინტერესი იმიტომ რომ აქედან რა მიზენიც გქონდა რომ გავიდეთ პირდაპირ ამერიკაზე და თქვათ UFC, Bellator-ი, რამდენიმე კარგი ორგანიზაცია იქნება ამერიკაში. საბოლოო ჯამში მაინც ყოველას მთავარი არის UFC. იქამდე მისვლა და იმედია გაკეთებადია და დარწმუნებული ვარ იმის რესურსი და პოტენციალი არსებობს, რომ ეს რეალობაში მოვიყვანოთ და ერთშვენიერ დღეს ეს პირველ ივენტს რო ვატარებდით, არ გვეგონა თუ ამხელა გამოხმაურება მოყვებოდა ამ ყველაფერს რა. მე მინდა აღვნიშნო გოჩა სმოიანი ვახსენეთ და გოჩამ ქართულ სპორტსმენებს იმხელა შესაძლებლობა მისცა და იმხელა რაღაც ჩამოუტანა საქართველოში რომ უკვე საქართველოში შეგიძლია შენი ყველას გააცნო საკუთარი თავი ესე რომ ვთქვათ და ყველაზე მთავარი რაც არის IFC წინ მიდის ყველანაირი შეხედულებით გოჩამ ისაუბრა ჩვენ ნახეთ თუ არ ვცდები პრესკონფერენციაზე ისაუბრა იმასთან დაკავშირებით რომ უკვე IFC-ს ექნება საქართველოში აკადემია ჯიმი ხო დარბაზი კი ბაზა იქნება მე პირადად გერმანიაში ვარ IFC-ს ბაზაზე ნამყოფი მაქვს შეკრება გავლილი და ძალიან მაგარი გარემოა იმისთვის რომ სპორტსმენმა იქ იცხოვროს და ყველანაირი გარემოა იმისთვის პირობა და გარემოება იმისთვის რომ გარეთ არ გიწევდეს გასვლა და მოძრაობა დარბაზი ყვება აბსოლუტურად ყველაფერი ამ ფუფუნება ჩვენ არ გითხოვს ეს რაღაც ინტერესოვანი არ ამბობს მაგრამ აი ცოტნე სულთანიშვილი გიორგი მარტოვაძე და წლების განმავლობაში აქედან გოჩას ყავდა წაყვანილი ჩვენი ყველასთვის ნაცნობია პატარობაქიძე ლეგენდარული სპორტსმენი იყო ისიც ასევე ძალიან დიდი მიღწევები აქვს მას იქ ტრენერად ყავდა წაყვანილი და ну ესე რომ ვთქვათ IFC-ს აღმასვლა დაწყებულია და მე ვფიქრობ რომ
განვითარება ექნება აუცილებლად. აი ეს ორი ჭხუბით მინდა თქვა, არჩილ გოგოლაშვილმა მოიგო ეფექტური გამარჯვება მოიპოვა ნამდვილად უზბეკ მეტოქესთან, ბობურ იბრაგიმოვთან და მართლა შესანიშნავად გამოიჩინა თავი და უნდა ვთქვა ასევე ვეფხო ჭინჭარაულის დაბრუნება, რომელიც ჩვენ პირველ ივენტზე ვაჭხუბეთ. ვეფხომ წააგო თუ არ ვსწრები ტურაევთან ბრძოლა და ნუ იყო მარცხი, მე რაღაც გარკვეული პერიოდი პაუზა და როგორც კი მიიღო შანსი ისლომ კარიმოვთან, რომელიც დაუმარცხებელი მებრძოლი იყო, 2-0-ზე ქონდა რეკორდი, იჭხუბა და საკმაოდ რთული სიტუაციიდან გამოძრა ისიც. ვერ ვიტყვით რომ მარტივი სიტუაცია ქონდა და კარგია რომ თქვათ უკვე ბალანსი აქვს, აი 1-1-ზე და მომდევნო ივენტზეც უკვე უნდა ველოდოთ იგივე გოგოლაშვილის ჭხუბსაც, ან ჭინჭარაულის ჭხუბსაც და ანუ შემდეგ ქარზე განიხილება შეიძლება უკვე ნუ ახალმოს მიშა გადაწყვეტს, მაგრამ როგორც მინიმუმ ანუ პირველ ივენტზე თუ არა, წლის მეორე ივენტზე 2025 წელს და мотивация აი მამფორიამდე მივედით და ეგ ამბავი მე საერთოდ არ ვიცოდი, შენგან გავიგე, სანამ ეთერში შემოვიდოდი და თურმე კაცს ყბა მოტყდა და ისე გააგრძელა ჭხუბი და რამხელა მაქსიმუმად ჭირდება და ხო პირველ რაუნდში გაატარა ხო როგორც მახსოვს ორი მაგარი დარტყმა გაატარა პირველ რაუნდში პირველი ისეთი გაატარა პირველ რაუნდიდან მაგარი ნოკდაუნიდან გამოდიოდა ხო გილოსოვ კიდევ ერთხელ გამარჯვებას მაგრამ მეკონა რომ დამთავრდა ჭხუბი მაგრამ იქ რო ბრძოლა გააგრძელა ემოციებზეც არ ვიცი გვეტყობოდა ალბათ რომ ანუ წარმოუდგენელი იყო და მე ესე ანუ ეს ყბა ესე გატეხილი ქონდა და 3 რაუნდი ამის კონტროლი და არ ვიცი თქვენ ესე დააკვირდით თუ არა მაგრამ მესამე რაუნდში კიდე მოხდა ერთი ოღონ მუხლი უკვე და მუხლი მოხდა კი მესამე იქაც უკვე რთულ სიტუაციაში იყო მაგრამ იქიდანაც გამოძრა და აუ ბრავო მე რა მოფორიას ანუ გრეპლინგის ის გამოსილება ხო როგორც იცი ოდესაში გრეპლინგის ეს ამ ბრძოლაზე მახსოვს ბავშვობაში თავისუფალდა დიახ კოჩაჭოყოლაესთან ჩვენთან ზოგადად ამ ბრძოლაზე რომ მეკითხებიან ყოველთვის ვეუნები რას ეს არის მოჭიდავის გამძლეობა რა ვინ თუ არა მოჭიდავ ერთი გაატარა ორი გაატარა სამი გაატარა და ყველაფერი აბსოლუტურად გადაქონდა ჭიდაობით რა აი მოჭიდავის გამძლეობას ვფიქრობ კი არა ყველას ამ პასუხს ვცემ რომ მოჭიდავის გამძლეობა ეს ჭიდაობის ტექნიკით მან თავი გამოიყვანა ნოკდაუნიდან და მე ბრძოლა და მოგებს პარტერში მოიგო ხო პკივნეულით მოიგო ხო როგორც მახსოვს ხო საბოლოო ჯამში მე უნდა ვთქვა მე მას ხასიათი აჩვენა ხო როგორც ცოტნე მე მას ხასიათი აჩვენა ხოვანი ბრძოლა იყო ნამდვილად მე ძალიან მომეწონა ეთერამდე ბიჭებთანაც ვისაუბრეთ აბას კანგილი თვითონ მეტოქე მერაბის ფრანგი მებრძოლი რომელმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მასაც ერფან ებრაჰამიანთან რომელიც არის ირანული MMA-ის ასე რომ ვთქვათ წარმომადგენელი და ძალიან ბევრი მებრძოლი ჰყავს აგენტია ასე რომ ვთქვათ საფეხბურთო მენეჯერი ხო მე საფეხბურთო იმას წავედი ერფან ებრაჰამიანთან გონაც ქონდა საუბარი და ვიხილავთ დიდი ალბათობით მასაც აბას კანგილს ასეთი მებრძოლები ესეთი ბრძოლები უხდება ივენს აუცილებლად ჭირდება ესეთი ბრძოლები კი ნოკდაუნი რთულია მაგრამ იქიდან წამოდგომა საინტერესო არის თან ერთი რაღაც უნდა აღნიშნო ხშირად აი თითქმის ყველა ივენზე დავდივარ სადაც საქართველოში სტარტება და ის ბრძოლები ის ხარისხი რაც ამ ბოლო ივენზე იყო ანუ შეიძლება ითქვას რომ არავინ იშვიათად თუ მომხდარა ეგეთი რაღაც 12 ბრძოლა ამ 12 ბრძოლიდან უმეტესი ბრძოლა იყო ყველა საინტერესო და იცი ჩვენ გულშემატკივრისთვის ესეთი ის იყო რა ანუ ემოციური საინტერესო შინაარსობრივი და კონკურენტუნარიანი რა პირველადაც როცა მოწინააღმდეგეების დონე იყო ანუ თანაბარი თუ ეხა 1-2 ბრძოლას არ გამოვარჩევთ იყო ესეთი საკმაოდ თანაბარი ბრძოლები იყო ღირსეული მოწინააღმდეგები ყავდა ყველას და ბრძოლებიც გამოვიდა ძალიან საინტერესო და სუსტად ეს ანვითარებს და ხდის საინტერესოს ივენტს და სპორტსმენებს. ისე არ გამოვა ჩვენ პირველივე სტუმრობისას როცა შენთან ვიყავით თქვით რომ არის ხოლმე შემთხვევები რომ ძირითადად სულ ქართველები იგებენ და ანუ აქ უნდა იყოს თუ ბრძოლა დაძაბულია და მაშინ მოიგო ქართველმა ეს კიდევ კარგია მაგრამ აი იქ იყო საუბარი იმაზე რომ საბოლოო ჯამში აი ყველა ბრძოლამ გაამართლა. აი ყველა ბრძოლა სანახაობრივი იყო საბმიშენი იყო დაახჩო გიორგიმ და აი 3 რაუნდამდეც რომ მივიდა და გამარჯვებული ესე გამოვლინდა. აი მაგალითად თქვენი ჭხუბით ამაზე გადავალთ რა თქმა უნდა, მაგრამ
ძალიან ბევრი ნოკაუტი ვნახეთ რა მართლა და კარგი სანახავი იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დღემდე ყველაზე მთავარი რა არის, ხო? რამდენ ხანს ისაუბრებენ და მე მგონი რომ ისეთი მუხტი გვაქვს აღებული, თან ვიზოგავთ ამ ვიდეოებს და ნელ-ნელა ვტვირთოთ და ვაქვეყნებთ და ისეთი მუხტი გვაქვს აღებული, რომ მომდევნო ივენთამდე ილაპარაკებენ IFC-ზე, მე ამის ვჯერა და მივედი 4 საათულო ჩხუბამდე, რომელიც 5 უნდა ყოფილიყო, მაგრამ საბოლოოდ 4 და შენ აღნიშნე მავლუდ ტიფიევმა წაიღო უზბეკეთში კამარი, სხვადასხვა ძალიან დიდი აუდიტორია ხავს. მე უცბად Instagram-ზე რო შევედი, ავტორთით ვიდეო და არც არაფერი ეს არც მიმიქცევია დიდად ყურადღება face to face-ზე და დაახლოებით 20 წუთში ეს Instagram-ის გვერდზე ეს ტაბი, სადაც ენთება რამდენი notification-ია, გაივსო და თქვი რა მოხდა ასეთი და სადღაც ერთი 20 წუთში 3000 ლაიქ ქონდა მავლუდ ტიფიევის ვიდეოს. იმდენად პოპულარულია უზბეკეთში და მე რომ ნახე, ანუ ესე საერთაშორისო როგორც კი დიდი დახვედრა მოუწყვეს და საკმაოდ სასიამოვნო იყო და სხვადასხვა რობიმ, რომელსაც ვესაუბრეთ, რობინ არაინი, ნიდერლანდელი, PSV Eindhoven-ის კომაგი ყოფილა და ქართველი ფეხბურთელიც გოგა გახოკიძე, რომელიც თამაშობდა PSV-ში, ისიც იცოდა და საკმაოდ სასიამოვნო იყო და მოითხოვა სხვადასხვა რობიმ, რომ მე მინდა რომ შევხვდე საერთოდ матч რევანში. შენ იმაზე მომწუხნა ტრენერი რომ მოყვება. არა. თვითონ რობიმ მოითხოვა, რობინ არაინმა რომ Instagram-ზეც მოგწერა, ჩვენ გადაუგზავნეთ ფოტოები, ვიდეოები და რევანში უნდა და რატომაც არა მშვენიერი იქნება თუ ვიხილავთ ამ. ძალიან მოკლე ბრძოლა ქონდა და მე მგონი TFF-ის დონე ექსპორტსმენი არ არის და ხა რევანშს ამდენად დაიმსახურებს ნახავ და ვიქნები ობიექტური ვიქნები და ჰოლანდიაში ძალიან მაგარი მებრძოლები ყავს და შეიძლება სხვა ისეთი უფრო საინტერესო ბრძოლა ავარჩიოს. არჩილ გოგოლაშვილმაც სხვა ვთქვით ბობურ იბრაგიმოვთან მართლა ბრწყინვალე ჩხუბა და არჩილსაც ისეთი ვთქვათ ამბიცია აქვს რომ კამარზე იჩხუბოს და გოჩას მიმართა კიდეც და კარგია რომ ესეთი ბიჭები, ანუ ჩვენ მაშინაც აღვნიშნეთ, IFC-ის თავარი მიზანია ყველასთან კარგი ურთიერთობა. იმიტომ რომ რეალურად იგივე Warriors-დან არიან ძალიან ბევრი ვინც გამოჩნდნენ მე-13 ლეგიონის ბიჭებს არ უჩხუბიათ თვითონ მიხეილ მესხის აღზრდილებს ამ ივენტზე, თორემ ჩვენ ვიცით ნარეკ ვარდანიანი ძალიან კარგი, ორი ძალიან კარგი ისეთ სამრაუნდიანი ჩხუბი ჩაატარა, არის გევ გრიგორიანი ასევე და მიშაც ზრდის ნელ-ნელა ჩემპიონებს, რომლებსაც ალბათ მე უახლოეს მომავალში დიდი იმედი მაქვს იქით ვიხილავთ. ძალიან ბევრი მებრძოლს, ქართულ მებრძოლს უნდა IFC-ში მონაწილეობის მიღება. და IFC-ის წელიწადში 4 ივენთი არ იყოფა ამისთვის. უფრო ხშირად არის. იქნება დიდი გამოხმაურება დარწმუნებული ვარ, რომ IFC-ში სპეციალური რა თქმა უნდა, ეხლა როცა ყველა ეძებს რომ სადმე იბრძოლოს, მაგრამ მართლა არის სპეციალური ასე ვთქვათ სია, რომელსაც ჯონი საკი ხელმძღვანელობს, ასევე უნდა აღვნიშნოთ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი, გერმანული ორგანიზაციის პრეზიდენტი IFC გერმანიის და იქ ძალიან ბევრი იწერება მართლა რომ ამ სიაში თავის მონაცემებს აგზავნიან და ამას გადახედავენ ხოლმე მე მიშასთან მიდის მსჯელობა და ეგრე მოხდა ახორზოდა და ეს სხვა და სხვა და მივედით თავარ იმამდე კიდე ასე ვთქვათ ორ თავარ ჩხუბზე მინდა მე პირადად ძალიან დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ ამაზე იმიტომ რომ ველოდი როგორც ყოველთვის პირველ რაუნდს კაცმა თქვა თან პირობა დადო და პირველივე რაუნდში მოიგებო და მოუგო კიდეც დანიელ კროიტორს და ყველაზე მთავარი რაც აი ჩვენ გიორგის ვიდეოს ნახეთ რომელიც ბრძოლის წინ მომზადდა და იქ იყო საუბარი ვინ იქნებოდა შენი ყველაზე დიდი გულშემატკივრები და ვინ არიანო და ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა უდიდესი შრომა დაფასდა და კამარი მოიგო მაგრამ მეორე დღეს კიდე ერთი კამარი მოიგო რომ ეს კამარი ბებოს ჩაუტანა რაჭაში და ის შრომა დაუფასა რასაც რა ვიცი ამდენი ხანი აი ეს მართლა ძალიან მაგარი ქალბატონი იმიტომ რომ მე პოსტით შემხვდა მე რაჭის გვერდზე და კიდე უფრო ემოციურად აღვიქვი ეს ამბავი და მიხარია რომ ესე დამთავრდა და რაც ყველაზე მთავარია შენც გითხარი ორი სიტყვა მაგ ამბავზე იმიტომ რომ მოულოდნელი იყო, მაგას ვერ ვიტყვით. ველოდებოდით მართლა ყველა შენ ჩემპიონობას და რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ მართლა რომ ესე დამთავრდა. შემდეგი კიდე ერთი რაჭველი ვინც უნდა გაჩემპიონდეს, მე ცოტნეს ველოდები IFC-ში იმედი მაქვს ეგრე იქნება. კი, რა შეეხება ჩემს ბრძოლას, რა ვიცი. მე ხალხს, ჩემს აუდიტორიას, ჩემს გულშემატკივრებს შევპირდი, რომ პირველივე რაუნდში დავასრულებდი და ესეც მოხდა და პირველივე რაუნდში დავასრულე. დაფასდა ესე რომ ვთქვათ, სწორად იყო დაწერილი ბევრი გვერდი შემხვდა მეს რომ ედოთ ჩემი პოსტი და ბებია ჩემის პოსტი ესე რომ
თქვა და დაფასდა 20 წლიანი შრომა, იმიტომ რომ კი ბევრი წარმატება იყო, იმედგაცრუებაც იყო, მაგრამ ჩემს ქვეყანაში ამ ხელა ტიტული მე არ მომიპოვებია არასდროს და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ძალიან დიდი რაღაც არის ჩემთვის და ამ ბრძოლას ორი სიტყვით შევეხები, ყველას გონია რომ რაღაც მარტივია, ყველა იმას მწერს რომ რაღაცა ამილეთით როგორ მოვიგე უკვე ყველა ბრძოლა ამილეთით მაქვს მოგებული და რა ვიცი, უფლისნება ესე ვიტყვი ამ ყველაფერს, ამ გამოწვევის შემდეგ უკვე ახალი გამოწვევა მაქვს ის, რომ ჩემი ბრძოლის შემდეგ ნოდარ კუდუხაშვილმა იჩხუბა და ნოდარმა მესამე რაუნდში დათმო ბრძოლა და ესე რომ ვთქვათ, ქართულმა ჟინმა არ მომასვენა, ავედი გამოვიწვიე და ყველა მიზის მე არ ჩუბო 93 კილოში, მაგრამ რახან ჩვენ ძმას და მეგობარს ნოდარ კუდუხაშვილს ზლია, ესე რომ ვთქვათ, ქართული რევანში მინდა ავიღო. ვიწევ ამ ადამიანს კამარზე შემდეგივეც. ანუ 93-ში ახვიდეზავი თუ უბრალოდ რაღაც ათი დანარჩენ მენეჯერები ჩაერთვებიან და რაღაც წონაზე. წონის შეცვლას გეგმობ თუ არა თუ? არა, წონის შეცვლას არ გეგმო, უბრალოდ მინდა რომ ეს ქართული რაღაც რაც წაიღო კამარი, IFC-ის კამარი და ნოდარ კუდუხაშვილს ზლია, მინდა რომ ეს კამარი საქართველოში დავაბრუნო, დავტოვო და დამარცხებული გავუშვა ბრაზილიაში. ანუ შეიძლება ორი წონის ჩემპიონიც გაიჩინოს. კი, პირველად შეიძლება ეს მის მინდა რომ ზუსტად მოხდეს რა. ეხლა 93 შენ წონაში როგორ იყო მან? როგორც მახსოვს, კამარი არ დაიცავა ჩემპიონობაზე უწევ, ხო? დაიცავა ჩემპიონობაზე, არჩილ გოგოლაშვილმა მოითხოვა ბრძოლა. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ აბსოლუტურად ყველა სპორტსმენს, განსაკუთრებით ჩვენებს ქართველებს, არჩილთან მე მაქვს ურთიერთობა და მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში რამეში მჭირდებოდეს, ან ჩვენს გულშემატკივარს მჭირდებოდეს იმის ყურება, რომ ქართველი ქართველს დაუპირისპირდეს და არ ვიცი, ამაზე ალბათ შემდეგში ვისაუბრებთ რა, იმიტომ რომ ქართველთან ბრძოლას მე არ ვაპირებ საქართველოში. არჩილმა მოითხოვა საჩემპიონო ბრძოლა. კი, მოითხოვა საჩემპიონო ბრძოლა 93-ში მე ვარ ჩემპიონი. თუ ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად წავიდა, შეიძლება ზედაწონაში გადავიდე და დაუთმო, იმიტომ რომ ქართველთან ბრძოლას არ ვაპირებ. რა მით უმეტეს ადამიანთან ურთიერთობა მაქვს და დამოკიდებულება მაქვს და ასე რომ ვთქვათ, ჩემთვის ეს მიუღებელია. საინტერესო. სწორი შეფასებაა ნამდვილად, რა ვიცი. აი, იონას ბოინოს რაც შეეხება, იონას ბოინოს მე მგონი კარგი დღე არ დაადგება, იმიტომ რომ სხვადასხვა ყველაზე კარგი ის არის, რომ თვითონაც ძალიან ბევრს აქტიურობს. გიომაც დაუწერა, რომ ჩვენ Instagram-ზე უკვე დაიწყო ტრეშ-თოქი და შენი მთავარი დევიზი გახდება ცოტა ხანში ძილი და და ვნახოთ. იმედია რომ ეგრეც იქნება და თუ თქვათ როგორც გვაქვს გეგმის მიხედვით თან თებერვალში ან მარტში ჩატარდა ეს ჩხუბი, ზოგადად ესეთი რაღაცები არის კარგი. ანუ ორგანიზაციისთვისაც გიო იყო პირველი რომელსაც ეს კამარი მოითხოვა პირდაპირ რეიჯიდან და გიო ავიდა პირველი რომელსაც მოითხოვა ქართული რევანში და დიდი იმედი მაქვს რომ ეს ბრძოლა უკვე მარტში შედგება და ორი წონის ჩემპიონი გვეყოლება IFC-ში, რაც მანამდეც არ ყოფილა, ანუ IFC გერმანიაშიც ორგანიზაციას აქვს 10 წლიანი ისტორია და არავინ არ იყო ნამდვილად ისეთი, მე როგორც მახსოვს და გადავხედე ამ ორგანიზაციის ისტორიას, სანამ აქ მუშაობას დავიწყებდი, რომ ეგეთი ვინმე არ ყოფილა და იმედია რომ გიო გახდება პირველი. სხვათა შორის შეგახსენებ, თუ გახსოვს შენ სხვა ორგანიზაციაში, როცა შევესწარი ბრძოლას და მაშინ ასლამაზაშვილს მოუგო, თუ გახსოვს შენ, ირანელმა სპორტსმენმა. უკვე მეორე ფაქტია რა, ესე რომ ვთქვა, ჩემ სპორტულ კარიერაში, რომ ქართულ სპორტსმენს მოუგო, მაშინ ირანელი სპორტსმენი იყო და უკვე ავედი გამოვიწვიე. კი და დავამარცხე ირანელი სპორტსმენის და ქართულ რევანშებს კარგად ეხება. კი და აუცილებლად ბოინოსთან ჩხუბი, ანუ ისედაც უკვე ნოდარ კუდუხაშვილი მე მინდა ვთქვა, რომ მოკლედ შევეხები, რომ ჩემთვის იყო რა ვიცი, რომ ბავშვი ვიყავი ის რომ ჩხუბობდა და ბრძოლობდა და ჩემთვის ძალიან სამაგალითო სპორტსმენია, ადამიანია, პატივს ვცემ ძალიან. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბრაზილიელ სპორტსმენთან უფრო მეტი შეეძლო და არ გამოიყენა კიდე თავის შესაძლებლობები და აუცილებლად ის მოჭიდაობა, რაც პირველ რაუნდში შეეძლო და ვერ რაღაც არ იყო, მე ვაგზნობინებ აუცილებლად ბრაზილიელ სპორტსმენს და პირველივე რაუნდში დავამთავრებ.
კუდხაშვილს რაც შეეხება ამ ბრძოლასთან დაკავშირებით იყო ბევრი გამოხმაურება, მოლოდინებიც იყო, ანუ შეიძლება ითქვას ამ ივენთის ცოტა იმედგაცრუება. პაუზის შემდეგ შენ დაბრუნდი და ნოდარი 10 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. ამ ივენთის იმედგაცრუება იყო ესე თუ შეიძლება ითქვას, ხო? ეს ბრძოლა და იმიტომ ყველა ველოდით რომ სამი ხარმარი დარჩებოდა საქართველოში. როგორ ფიქრობ მაინ მიზეზია ის სიტყვაზე ვთქვათ? ორი რაუნდი საკმაოდ კარგად ანუ კომენტარებიც თვითონ მწვრთნელის კომენტარიც გავრცელდა რომ ნოდარ ბოლო 5 თვე ესე აქტიურად არ უვარჯიშია თვითონ მწვრთნელთანაც და ამანაც იქონია ამ აქტიურმა იმან ასე რომ ვთქვათ ანუ რაღაც გარკვეულმა წყვეტამ ვარჯიშის ამ ბრძოლაზე გავლენა და იონას ბოინოც ახლა შესახედავად ანუ ძალიან დიდი იყო ფიზიკურად და საბოლოო ჯამში მან გამოიყენა თავის შესაძლებლობა. პირველი ორი რაუნდი საკმაოდ კარგად კარგი კონტროლი იყო და აი მესამე რაუნდში როგორ ჩანს მართლა იმიტომ რომ თავსაც ვეღარ იცავდა და დაეთყო დაღლა როგორ ჩანს აი მე შევატყო რომ ფიზიკური მომზადება ანუ ფიზიკურად არ იყო მზად. მე უფრო ვიტყოდი რომ ნოდარს როგორც მე მახსოვს ბოლოს 2019 წელს აქვს ნაბრძოლი თუ არ ვცდები ბაკო რა. და ესე იგი წარმოიდგინე მე 5 წელი არ უბრძოლია, არ გამოსულა ოქტაგონზე. ეს მე ვფიქრობ რომ ძალიან დიდ როლს თამაშობს, იმიტომ რომ ეხა კი აქტიურ სპორტშია და ძალიან დიდი რეიტინგი აქვს, მაგრამ როცა 5 წელი ის შეგრძნებები დავიწყებული გაქვს და არ ხარ ისე ჩართული აქტიურად, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს და უფრო მეც ველოდით სპორტსმენები, გულშემატკივრები, მაგრამ არ ვიცი, მე მგონია რომ უფრო ძლიერი დაბრუნდება. რომ მას უნდა მიეცეს კიდე. კი, აუცილებლად. თან გიო ჩვენ აი შენ რეკორდი აღნიშნე და მაშინ იონას ბოინოს რეკორდის გასათვალისწინებელია 63 ბრძოლა ქონდა ამ ბრძოლამდე ჩატარებული. 53 მოგება 20 მარცხი და ეს იყო 54 გამარჯვება და ჯერ მარტო აი ის რომ მუდმივად ატარება ამდენ ბრძოლას ხა 64 ბრძოლის ჩატარება, რა ვიცი, ძალიან ამ დროისთვის ყველაზე დიდი რეკორდი, ანუ ჩატარებული ბრძოლების მხრივ რაულ თუთარაულს აქვს საქართველოში. საქართველოში კი. საქართველოში 35 მოგება მოიპოვა, ახლა ესეც აღნიშნოთ, ჩვენ IFC-ს ვსაუბრობთ და GFC-ში მოიგო თავისი ბრძოლა თუთარაულმა და მესამედ დაიცვა კამარი და კიდევ ერთხელ წარმატება უსურვოთ ლეგენდარულ მიულოცოთ რაუნის მართლა კარგი სპორტსმენი არის, დიდი ხანია ვიცნობ, შრომის მოყვარე რაც ყველაზე მთავარი არის და რა თქმა უნდა ეს სასიხარულო არის, რომ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია და გახდა კიდევ დაიცვა, ხო? დაიცვა თავისი მესამედ დაიცვა უკვე თავის კამარი ორგანიზაციაში და ბოლო ბრძოლა რაც იყო ივენთის და კულმინაცია მე პირადად ვიტყვი იმას რომ შემაფასეთ როგორი ზედმეტი სენსიტივების როგორი იყო როგორ მოგეწონათ ძალიან მაგარი ჩხუბი იყო და მეტოქეთ შენ თვითონაც აღნიშნე უკვე ბრძოლის შემდეგ კომენტარში და მე ეს მომეწონა რა თქმა უნდა მეტოქეს ყოველთვის უნდა დააფასო მაგრამ კარგად იყო მეტოქე შერჩეული ოღონდ რა მხრივ ანუ იყო ძალიან კარგი დარტყმებით ძალიან ბევრი შენს კარგად მოხვდა ასე რომ თქვა და ისე კარგი ჩხუბი იყო უბრალოდ მუდმივ პრესინგში აი ის შენ მე რამდენიმე ისეთ მეგობარი მყავს და მათაც მითხეს რომ კირიას თავარი პლუსი ის არის რომ მუდმივად აპრესინგებს მეტოქეს და მუდმივად წინ მიდიოდი და ამანაც კიდევ რა თქმა უნდა ძალიან დიდი როლი ითამაშა და ეხლა მეტი პროფესიონალურად მე ვერ შევაფასებ ხა დიდად კიკბოქსინგშიც არ ვარ ჩახედული და უბრალოდ ეს ყველაზე მთავარი რა იყო ის შეგრძნება რომ ამ ხელა პაუზის შემდეგ დაბრუნდა მართლა ქართული და მსოფლიო კიკბოქსინგის ლეგენდა და იჩხუბე საქართველოში და პლუს ამას აი ეს ხალხი რომელიც კი არა ეგრე და ეგრე ანუ და პლუს ამას აი ეს ხალხი რომელიც იყო გარშემო ხო აი ეს გამხნევება რაც არის გიოს ბევრჯერ უსაუბრი ამაზე აი იმ სასახლეს რომელიც როგორც ვიცი ახლა ცოტა ხანში რემონტზე გადის და კიდევ უფრო მასშტაბური და გრანდიოზული გახდება აი იქ კიდევ სხვა მუხტი და მუღამი აქვს მეც მახსოვს ბავშვობაში როდესაც დავდიოდი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თამაშებზე ბევრ სხვა ტურნირზე ასევე და მართლა რაღაც ჯადოსნური სასახლე არის და კი ახაც აშენდა ხა ახალი სპორტის სასახლე და რაც მეტი იქნება მით უკეთესი მაგრამ იმ სპორტის სასახლეს ასე რომ თქვა ძველ სპორტის სასახლეს ისტორია სხვა ისტორია აი ის ხალხის კანდირებაც ხმაც კიდე სხვანაირად ისმის ანუ და ამ ხელა გამხნევება რო იყო მე მგონი რომ მაგანაც კიდევ თავისი მუხტი და ელფერი შემატა და შემდეგზე უკვე ველოდები რომ კიდე უფრო დიდი აუდიტორია მოვა იმიტომ რომ მე ვიტყვი რომ მიუხედავად მასაც თავისი მიზეზი აქვს და ისიც უნდა ვახსენოთ. დაძაბული მოვლენებისა რაც იყო ქვეყანაში 3000 კაცი მოვიდა ივენტზე. მართლა არ ველოდი ეს იყო რეკორდი და
ნამდვილად ცოტა მეტ 3000-ზე მეტი. ბილეთებიც საკმაოდ აქტიურად გაიყიდა და ჩვენ ვისაუბრეთ კოჩამ პირველ ივენტზე თქვა, ჩვენი მიზანი არის რომ ბილეთები გაიყიდოს, იმიტომ რომ ორგანიზაცია სხვანაირად ვერ არსებობს. წინა ორი ივენტზე როგორ იყო? წინა ორი ივენტზე სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ძირითადად ისეთი ამბები გვემთხოვა ჩვენ და პირველ ივენტზე ჯერ მაინც მიუხედავად იმისა რომ ადრე დავიწყეთ კამპანია რაღაცა 2000 კაცი მოვიდა და მე მგონი რომ ცუდი არ არის, ცუდი ციფრი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ აი უკვე როცა აი ესეთი ხალხი ამხელა ამბავია ატეხილი რომ გიორგი უნდა დაუპირისპირდეს ბრაზილიელს. არ ვიცი, ალბათ დავით ქირიასაც ვიხილავთ უკვე მომდევნო ივენტზეც და დავით ქირიას თუ ვიხილავთ მომდევნო ივენტზე, უკვე მგონია რომ შემდეგი ივენტი ცნობადობის მხრივ ამ ივენტმა იმდენი გააკეთა. ძალიან რომ შემდეგი ივენტი იქნება კიდე უფრო მასშტაბური დასწრების მხრივ. სულ რაღაც 10 დღის წინ მქონდა ეს ივენტი და მეორე 10 დღით დავისვენო და შემდეგ დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. მაგაზე კოჩამ ეგრევე მითხრა ბრძოლის შემდეგ გამზირდაცვალზე რაღაცებით მეუთხარი დავისვენო ცოტა ხანი. იმიტომ ხალხი იმხელა რაღაცას ელოდებოდა. ეს ყველაფერი შექმენი შენ რა. ეს მინდა თქვა, ფაისეს ვერ ვიტყვით. ერთობლივად მოხდა ეს ყველაფერი. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ზუსტად აღვნიშნეთ დასაწყისში, რომ ძალიან დიდი ხანია საქართველოში მსგავსი ღონისძიება არ ჩატარებულა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დონეს, ხო? ეხა შენზე დიდი დონის ამ ორგანიზაციაში ჯერ არ უბრძოლია და არ ყოფილა რა. იმხელა შენ ეხა საქართველოში იმხელა აუდიტორია ყავს და მთელი საქართველო გიცნობს და პატივს გცემს. ბევრად მეცველოდებოდით, ზუსტად აღვნიშნეთ ის, რომ საქართველოში შექმნილი რაღაც სიტუაციებიდან გამომდინარე ხალხი კიდე უფრო ვერ მოვიდა, მაგრამ შემდეგი ივენტზე დიდი სიამოვნებით თან აი შენ ყველაზე მეტად მიხარია უკვე ორგანიზაცია სახე გახდა დავით ქირია თუ იქნება კიდე უფრო დიდი აუდიტორია მოვა და დარწმუნებული ვარ რომ ის ჩხუბები რასაც მე უკვე მიშა და თავისი მატჩმეიკერთა გუნდი აარჩევს იმდენად მიიზიდავს ხალხს რომ მოდი ესე ვთქვათ მე რომ ყოფილიყავი მარტო ამ ორი ჩხუბისთვის მივიდოდი ქირია და პლუს ის უდიდესი ინტრიგა რაც გიორგიმ გააკეთა როცა იონას ბოენო გამოიწვია და ადის და ზემოწონაში უნდა ეჩხუბოს როცა ეს ივენთი გადაწყდა და ჩემს სპონსორებთან გავიარე ეს თემა და სპონსორებისგან წამოვიდა ძალიან დიდი პოზიტივი და ის რომ რაღაც პროექტი კიდე მიგვება ამ ივენთისთვის და ეს პროექტი და სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ვზივართ აქ და ეს გადაცემაც აქედან გამომდინარე წამოვიწყეთ ასევე იყო საუბარი რამოდენიმე ვიდეო რგოლზე ასევე დოკუმენტურ სიუჟეტებზე და როდესაც სპორტსმენებს ვარჩევდით ესე ჩემი მხრიდან ესეთი პირველი ისეთი სპორტსმენი ვინც მე მომივიდა მონაწილე ამ ივენთის იყო გიორგი რადგან გიორგი პირველი დღიდან მახსოვს ჩვენ მქონდა შეხვედრა საკმაოდ ისეთი მასშტაბური შეხვედრა ამ პარტნიორებთან, სპონსორებთან, ამ ორგანიზაციის დამფუძნებლებთან მან იყო გიორგი და იმ დღიდან, ანუ პირველი იდეიდან რაც დაიბადა, იმ იდეიდან დღემდე გიორგი AFC-ს თან ერთად მოდის და ფაქტიურად AFC-ს სახე არის, ხო, ეს ადამიანი და სწორედ გაამართლა კიდეც გიორგის ჩართულობამ ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს, აუდიტორია ყოველდღე იზრდება როგორც AFC-ს ასევე გიორგის ცნობადობა იზრდება და ეს რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ მე რომ ერთი მეორეს ხელს უწყობს და მადლობა მინდა უთხრა ამ ბიჭებს რომლებიც აი ამ გადაცემას აკეთებენ თქვენს პროდაქშენს რომელმაც აი ესეთი ორი ძალიან მაგარი ვიდეო მოამზადეს აი ამ ივენთის წინ და საბოლოოდ ის დოკუმენტურით რომელიც გაკეთდა იმიტომ რომ მედიის გარეშე და ზოგადად აი დახმარების გარეშე არაფერი არ გამოვა სპონსორების და ყველაზე დიდი წარმატებაც რა თქმა უნდა ეგ არის რომ რაც მეტი ადამიანი გაგვიცნობს და ვართ ამ პლატფორმაზე IFC-სა და ლიდერ სპორტის თანამშრომლობა და იმედია კიდევ დიდხანს გაგრძელდება და 2025 წელს დიდი გეგმებით ვიქნებით და მადლობა ასევე იმ ხალხს ჩვენ ვახსენეთ იქ დავით ხახუტაშვილი რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ ორგანიზაციის აქამდე მოყვანაში და ზოგადად ყველა იმ კომპანიას ვახსენოთ დელიო რომელმაც აი ბოლო ასე რომ ვთქვათ ივენტზე მოგვიერთა შენთან ერთად და იმედია რომ კიდევ უფრო მეტი კომპანია დაინტერესდება, იმიტომ რომ რეალურად აი მე როცა მინახავს სლოვაკეთში ერთხელ ვარ MMA-ის ტურნირზე ნამყოფი და ანუ
ადგილი არ არის ფაქტობრივად რეიჯზე, სადაც ვიღაცას პატარა, ასე ვთქვათ, ბანერი აქვს, ვიღაცას დიდი ბანერი აქვს და ანუ ნებისმიერი ბიზნესის ჩართულობა იქნება უმნიშვნელოვანესი ასეთი სპორტების განვითარებაში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მე მაინც მივდივართ ფინანსებთან ჩვენ ბილეთები ვახსენეთ და თუ ბილეთი არ გაიყიდა თუ სპონსორი მხოლოდ ერთი იქნა მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდ დახმარებას გვიწევენ მთავარი მაინც არის რომ რაც უფრო მეტი იქნება და მეტი ჩაერთვება მით უმეტეს არ ვიცი ხალხი აპირებს აქედან დიდ ორგანიზაციებში წასვლას პირადი სპონსორი რატო არ უნდა ყავდეს ვიღაცას მაგალითად გიორგის თუგინ რომელსაც უკვე 5-0-ზე აქვს რეკორდი ქამარი აქვს მოგებული ანუ ამ ბრძოლამდე 3 თვე არის დარჩენილი იონას ბოენოსთან დიდი ალბათობით ხო ალბათ მარტიან თებერვალში იქნება და პირადი სპონსორებიც უნდა ყავდეთ უკვე სპორტსმენებს ასე ვფიქრობ იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ხალხი უნდა გავიდეს ხო აი აქ კეთდება და შენდება და ასე ვთქვათ იწრთობიან აი ამ სიტყვას გამოვიყენებ ის ჩემპიონები რომლებიც საბოლოო ჯამში უნდა ვიხილოთ ჩვენ დიდ ამერიკულ ორგანიზაციებში რაზეც მიდის საუბარი UFC, Bellator და სხვები და PFL რა თქმა უნდა და საბოლოო ჯამში როგორც კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მეტი ჩართულობა სპონსორებო და კონკრეტული სპორტსმენების და ასე ვთქვათ ხალხის რომლებიც წარმატებულები არიან გვერდით დგომა კარგია როცა რა ადამიანი წარმატებას მიაღწევს და მერე გამოჩნდებიან მაგრამ კიდევ უფრო მეტად დაფასდება რომ აი 0-დან როცა დაიწყო ამ ადამიანმა ან თუ გინდა ერთი მოგევიდან ან 2-დან შენ გვერდით მოყვებოდა ეს ხალხი რა სპორტსმენების ხარისხი უპირველესი არის საწყისი ესე იგი ამომავალი წერტილი არის მებრძოლების სპორტსმენების ხარისხი რაც IFC-ს შეიძლება ითქვას, რომ უკვე არაკლია და აქვს იმის პოტენციალი, რომ საკმაოდ ესე იგი პოტენციურად ძლიერი და საინტერესო სპორტსმენები მოიწვიოს გიორგის დონის მებრძოლები ფაქტიურად წევს ორგანიზაციის ხარისხს დონეს ჩვენც ანუ საწყის ეტაპს დავით რომ შევინარჩუნოთ კი თქვათ აი ყველაზე დიდი პრობლემა არის ხოლმე რომ აი აქ თუ მოიგო რამდენიმე ბრძოლა სპორტსმენმა მე შედარებით ისეთი ორგანიზაცია იგივე ყაზახეთში უზბეკეთში ანუ იმ თანხაზე რამდენიმე 1000-ით მეც თავაზობს და საბოლოოდ ვერ ინარჩუნებ ამ სპორტსმენს და ვერ იმ ორგანიზაციას რა თქმა უნდა კარგი მომენტი არის საუყურეთ სპორტსმენების ხარისხი წევს ორგანიზაციის ხარისხს ორგანიზაციის სწორი მუშაობა და აი ამ ხარისხის გამოყენება და რესურსის გამოყენება წერს იძლევა შესაბამის შედეგს სწორი მარკეტინგით სწორი მარკეტინგი იძლევა შედეგს ყურადღებას ნახვებს და ასე შემდეგ პოპულარობას რაც პირდაპირ სპონსორების ინტერესი არის და აქედან გამომდინარე როცა ეს არის სწორი აი სიტყვაზე ვთქვათ სანამ გადაცემას დავიწყებდით ჩვენ საუბრობდით ვიდეოების ნახვებზე რაღაც აქტიურობაზე და რამდენი 1000 ანუ რამოდენიმე მილიონი ნახვები აქვს უკვე სხვადასხვა გვერდებზე ჯგუფებში თან გასული მართლა როგორც თქვი 2 კვირა გავიდა და ამ 2 კვირაში დაგენერდა სადღაც ჩვენ გვერდზე პირადად სადღაც 3 მილიონამდე ნახვა და კიდევ რამდენიმე გვერდი არის ისეთი სადაც უკვე ეს ვიდეოები 4 მილიონს გადასცა დავდევ ამ ყველაფერს და ვიცვლი სპორტსმენების აი ზუსტად სპონსორების ინტერესიც ეგ არის თუ შეიძლება სპონსორს რაღაც თანამშრომლობა შესთავაზო უნდა აჩვენო აი უნდა გააკეთო პრეზენტაცია, სადაც უნდა აჩვენო რაღაც შედეგი, შენ რას წარმოადგენს, როცა ჩვენ აი ამას დავდებთ მაგიდაზე, მაგ შემთხვევაში სპონსორების мотиваციას მე მგონი რომ სპონსორების мотиваციები პირველი თანამშრომლობა იყო დელივოსთან, კომპანია დელივოსთან, რომელსაც ძალიან მოეწონა ეს ივენთი, შედეგითაც ხმაყოფილი არის და გვთავაზობს კიდე გრძელვადიან თანამშრომლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდე დიახ, გვაქვს კომპანიასთან მომავალი და დარწმუნებული ვარ, რომ კიდე არაერთი კომპანია შემოგვიერთდება და ეხლა როგორც მებრძოლი არა, როგორც Max Fight-ის წარმომადგენელი ისიც უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან წარმატებული პროექტი იყო, მე ამ პროექტში ყოფილი ვარ და თუ იქნება ჩვენი თანამშრომლობა თუ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მე მოხარული ვარ, ამას მივესალმები და დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო საქართველოში დარწმუნებული ვარ რომ არა მე როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი საუბრობ დარწმუნებული ვარ რომ არა მარტო საქართველოში ანუ მთელ რეგიონში IFC Max Fight ერთობლივად მაგრამ მოდი ვისაუბროთ IFC-ის სახელით იქნება ლიდერი რეგიონში და ამას ძალიან დიდი გამოხმაურებები ექნება ჯერ ეს ერთი ის რომ აი ჩვენი სპონსორებიდან, პარტნიორებიდან მოდი ძალიან დიდი პოზიტივი და ვხედავ ძალიან დიდ მომავალს. ჩვენი მასშტაბები აუცილებლად გაიზრდება, რადგან ეს არის ერთობლივი ინტერესი
და მივახცევთ ძალიან დიდ წარმატებებს. რაც შეეხება productions, რაც შეეხება სპონსორებს, ყველას მადლობა მინდა გადაუხადო. პირადად იმ ადამიანებს, ვინც ჩემთან ერთად იყო ჩართული, იმ ყველა ამ შეჯიბრის წინა სამზადისში იყო ჩართული. გოჩა თანდარაშვილი, კვარა, მთელი გუნდი. აგერ ბიჭებს მინდა მადლობა გადაუხადო, რადგან ვიდეოებს რო უყურებ, ამ შემდგარი პროექტით ვამაყობ და ეს რა თქმა უნდა დასაფასებელი და აღსანიშნავია სპონსორებს, ლიდერბეთი, ლიდერ სპორტი, ვიტამინი G, დელიო ყველას მადლობა უნდა გადაუხადოთ და რაც უფრო მეტხანს იქნები ჩვენთან, მით უფრო მეტ მაგარ ძალიან საინტერესო პროექტებს განვახორციელებთ. და მადლობა შენ და ზოგადად ამ პროექტს წარმატებას გისურვებთ. ორი პოდკასტია ჩვენ მოგაბეზრეთ თავ ჩვენ ვარ ძირითადად სტუმრები და ხშირად მოგიწევთ. კიდევ უფრო მეტი ესეთი რა ვთქვათ მაგარი პოდკასტი და რაც ყველაზე მთავარია საქართველოში MMA ისეთ დონეზე გადის და არა მარტო MMA სხვა საბრძოლო ხელოვნებებიც რომ საბოლოო ჯამში ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს რომ აი ეს ხალხი რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება გამოჩენა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შეიძლება მიაღწიო რაღაც წარმატებას და მერე გაგისნოს ხალხმა და ამ პოდკასტის მიზანიც დარწმუნებული ვარ ამაზე გვისაუბრია ჩვენ რომ არის ის რომ ადამიანები რომლებიც მართლა დიდ შრომას დებენ იმაში რომ გახდნენ ჩემპიონები, ცოტა ადრე გააცნო საზოგადოებას და წარმატებას გისურვებ შენ. მადლობა რომ კიდევ ერთხელ მესტუმრეთ, საკმაოდ ესე იგი საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა, ამომწურავად ვისაუბრეთ ზოგადად ივენტზე და ყველა მებრძოლზე, მინდა ყველას წარმატებები უსურვო და გაუმარჯოს ქართულ სპორტს. გაუმარჯოს, მადლობა შენ. მადლობა შენ.